შევარჩიოთ მცენარეები, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გავალამაზოთ ჩვენი სივრცე, ბინაში, აგარაკზე, ეზოში, ოფისში. რადიო იმედის დილის არხის ეთერშია რუბრიკა მწვანე რჩევები. ელისო ხარჩილავასთან ერთად. ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები. Როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმართან ერთად შემოგვერთა ელისო ხარჩილავა. საუბრის თემა კი ფიქრობ ყველა ქალბატონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ყვავილების დედოფალი ძირითადად მანდილოსნების, ხო, ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყვავილი და საყვარელი ყვავილია, თუმცა რა თქმა უნდა, არა მარტო ვარდები. დღეს ვსაუბრობთ ვარდებზე. და ჩვენი სტუმარია მოყვარული მებაღე კოლექციონერი ნინო მნათობიშვილი. მოგესალმებით დილამშვიდობის მართლაც ეს მაისი და ვარდობის თვე თითქმის ერთნაირად ჟღერს ხო ქართულ ლექსიკაში და თან ვიცი ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრიათ რომ საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ ეს ვარდების მიმართ დიდი სიმპათიებს გამოხატავენ ხოლმე და ძალიან ბევრი მევარდებიც ყავს, ხო? ხო და ერთ-ერთი ამ საოცარ კოლექციონერებს შორის, მოსიყვარულეებს შორის არის დღევანდელი ჩვენი სტუმარი ქალბატონი ნინო, რომელიც გაგვესაუბრება ამ ვარდების თემაზე. რა, როგორ, საიდან და რატო გვიყვარს ეს ვარდები მაინც და მაინც ასე განსაკუთრებულად და საიდან დაიწყო თქვენი სიყვარული და მე ნელ-ნელა გავავრცოთ. ჩემი სიყვარული დაიწყო ჩემი ბავშვობიდან, დედას მიერ გაშენებული ვარდებიდან. ულამაზესი ეზო ჰქონდა და ყოველთვის ძალიან თბილად მახსენდება. თუმცა მაშინ არ იყო ამდენი ჯიში. სულ რამდენიმე ფერი იყო მაშინ საქართველოში, მაგრამ რაც იყო ძალიან გვიყვარდა. ძირითადად იყო მაინც წითელი მახსენდება ახლა. იყო კი გლორია დეის ვეძახდით კიდევ უშორლებელი დიდი თავი ჰქონდა. მაშინ გავრცელებული ვარდი იყო ესეც, იყო თეთრი, რაღაცა ვარდისფერი კიდევ Queen Elizabeth ეს ყველას ბაღში იყო თითქმის. კი, მაშინ და სულ რამდენიმე თითზე ჩამოსაცვლელი ჯიშები და ფერები იყო. და ვერც კი წარმოვიდგენდი ბოდიშს გეხდით, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ამდენი დასახელების ვარდი იარსებებდა საერთოდ ახლა რასთანაც გვაქვს საქმე. ეს რამდენი წელია, რაც ეს მივხვდით, რომ თურმე ამ ვარდების გარდა კიდე არსებობს ასეთი მილიონი დასახელები, სელექციონერების სახელებით. ეს ისტორიები მაინტერესებს, აი სახეობების სახელს არქმევენ ვიღაცები, ხო? 2015 წლიდან დაიწყო ჩემი დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, ვარდებზე. ვარდომანია. მე გავხდი ვარდებზე დამოკიდებული ადამიანი. საქმიანი დამოკიდებულება. კი, საქმიანი დამოკიდებულება. ჩვენ გვაქვს 30 წლიანი გამოცდილება ოჯახს, აი ამ მიმართულებით, მეყვავილეობის მიმართულებით, ასე ვთქვათ, მაგრამ ყველა ვარდს რო თავისი სახელი ჰქონდა, მე ეს გავიგე 2015 წელს. და ეს გავიგე იელის ვარდებიდან, იმიტომ რომ მქონდა დიდი შეხება, ყველანაირი მინდოდა, ყველანაირი მომწონდა რომ მივდიოდი და დავიწყე შეძენა ნელა-ნელა და ძალიან ბევრი, უკვე 600-მდე ჯიშის ვარდი მაქვს დღეს. 600-მდე ჯიშის ვარდია ჩემს ეზოში. ქალბატონო, როგორც ამბობენ, ამ ულამაზეს ყვავილს საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. ნამდვილად აქვს. ლამაზ ქალსო. და რა თქმა უნდა, არის გარკვეული მოვლის სპეციფიკა. და როგორ უნდა მოვუაროთ ვარდს, ხო, როგორ უნდა გავახაროთ, დავშეთ რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. აი ამაზე რო გვესაუბროთ. კი ბატონო, პირველ რიგში დარგვა, სწორი დარგვა. ვარდის ეს ძალიან აქვს ნინო, ხო? აქვს მნიშვნელობა. ამასაც აქვს მნიშვნელობა. უყვარს სხვათა შორის ქვიანი ნიადაგი. ზომიერად ქვიანი ნიადაგი. უყვარს ნოყიერი ნიადაგი, აი შავი მიწა იდეალურია. თუ არ გვაქვს ასეთი ამის ფუფუნება, მაშინ უნდა მივაშველოთ აუცილებლად და ყოველ წელს უნდა გამოიკვებოს ვარდი, რომ კონდეს კარგი ყვავილობა, ეფექტური ყვავილობა, ასე ვთქვათ. აი დახუნძლული ვარდი, რასაც ქვია. და ყველაზე მთავარი, სწორი გასვლა და სწორ დროს გასვლა. აი ეს ჩარგვებს არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის შეგვიძლია რომ ჩავრგოთ, ხო? შეგვიძლია ჩავრგოთ, თუ კონტეინერით არის, ნებისმიერ სეზონზე თავის მიწიანად გადადის, თუ ღია ფესვით რგავთ, შიშველი ფესვით, ყველაზე კარგი პერიოდი მაინც ჩემთვის მე ასე ვთვლი და
არ მინდა ახლა ისე გამომივიდეს, რომ რაღაც მე განსაკუთრებული შევძელი და გავაკეთე, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრს ვასწავლე, რომ შემოდგომა არის იდეალური პერიოდი. ოქტომბრის ბოლოს დარგული ვარდი, ნოემბერში დარგული ვარდი, ბევრად ჯობია. სულ გქონდათ ის შიში, რომ ხომ არ გაიყინება ზამთარში. არანაირად. ყველაზე კარგად ეგუება არ უნდა. არ არის საჭირო, საერთოდ არაფერს არ საჭიროებს. ან ადრე გაზაფხული. დიახ, სწორი გასხლაო და სწორი გასხლა. აი, ახლა გეტყვით ამასაც. მე ვარ პრაქტიკოსი. ყველაფერი აბსოლუტურად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, საკუთარი ხელებით ვაკეთებდი ყველაფერს და უყურებდი, ვაკვირდებოდი და აი აქედან გამომქონდა მე დასკვნები. ჩემთან ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა შემოდგომაზე გასვლამ. და არა გაზაფხულზე გასვლამ და მე ყველას ვეუბნები ამას, რომ არ დაგენანოთ ვარდი გასხალით, შეიძლება არ გააკეთოს შემოდგომაზე ღრმა სხლა, დაუშვათ, მაგრამ ზედაპირული სხლა აუცილებლად უნდა გაკეთდეს, თუნდაც იმიტომ რომ ტოტები არ დააზიანოს, კი ბატონო, თოვლმა, მაგრამ მე რომ ამას ვაკეთებდი ამის გამო, მე შევხედე, რომ გაზაფხულზე მქონდა სასწაული ყვავილობა. აი, შედეგი მივიღე არაჩვეულებრივი. და მე ნელ-ნელა დავწიე მე ეს არა მარტო ზედაპირულად ვაკეთებდი სხლას, გავაკეთე ღრმა სხლა უკვე შემოდგომაზე. ამას ვაკეთებდი ნოემბერში. მთელი ნოემბრის თვე, იმიტომ რომ ბევრი მქონდა და ამიტომ რომ მომესწრო მთელი ნოემბერი და დეკემბერშიც გამიკეთებია ეს გადასულა დეკემბრის. გაზაფხულში ეფექტური რო მოდის თანაბარი ყლორტი, მოდის ყველა კვირტი იღვიძებს. კი. აი რა ხდება გაზაფხულზე როცა სხლავენ და ძალიან ხშირად გონიათ რატომღაც რო გამოიტანს ფოთოლს, აი მე უნდა დაიწყონ გასხლა. მთელი ძალა და ენერგია მიდის წვერში. აი ამ ყლორტების წვერზე. ამას აჭრიან მე და ვარდი რომ ამას დახარჯა უკვე ეს ენერგია, იმდენად უძალოა, თუ არ წაეშველნენ მე საკვებით, აღარ აქვს უნარი გამოიტანოს უკვე დაბლა სხვა კვირტი. და ამიტომ აქვს ძალიან სუსტი და უსუსური ყვავილობა. და ამიტომ მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე უნდა გაისხლას ვარდი. კი ბატონო და კიდევ რა არის გასათვალისწინებელი ესეთი დამწყები მევარდეებისთვის? გასათვალისწინებელი არის კიდევ ის, რომ უნდა იცოდნენ აუცილებლად ვარდის ტიპები. აი რა ტიპის ვარდთან გვაქვს საქმე და უნდა დარგონ იმის მიხედვით. თავისი ადგილი არეალი უნდა ეს კლასიფიკაციაში შედის ხო ეს ტიპები? უფრო კლასიფიკაცია, კი ბატონო და მე ამას დავარქვი ჩემეული კლასიფიკაცია. კი. ნუ აი ასე ვისაც გვინდა და ნუ ყველას გვინდა რომ ბორდიურიც ლამაზი გქონდეს, წინა მხარეს დასარგავა და ამისთვის არსებობს ჯუჯავარდებს უფრო ვამბობ მე რომ ქოთნის ვარდებია ესენი, მაგრამ ეს არ არის აი ესეც ცუდად ესმით ჯუჯავარდები საერთოდ ოთახისთვის არ არის. ეს უნდა იყოს აივანზე. ქოთანში და აივანზე. იმიტომ უკვდებათ ხშირად ჯუჯავარდი ოთახში. რომ ეს არ არის ოთახის სცენარი არ არის ეს ოთახის. ეს არის აივნისთვის განკუთვნილი უფრო. და მზის მხარეს უნდა იყოს თუ უფრო აუცილებლად მზის. აუცილებლად უყარს ეს მზე, ხო? გარდა ოსტინების, ინგლისურ ვარდებს უყვართ ნახევრად ჭრილი, ესეც იმიტომ რომ მალიყრიან ფურცლებს. ჭრილში თუ დავსვით? არა, მზეზე. ნახევრად ჭრილს მაგიტომ ოსტინის, ინგლისურ ვარდებს, კი ბატონო, ეს არის ნახევრად ჭრილი. უმეტესობა, თუმცა ოსტინსაც აქვს ასაჭრელი ვარდებს ვეძახით, სადედოფლო სერია აქვს, რომელიც იდეალურად გრძნობენ თავს მზეზე. იდეალურად, კი ბატონო. კი. აი ესე იგი ჩვენ კლასიფიკაცია, ესე იგი ჯუჯები გავიარეთ. ჯუჯები ჩვენ ბაღშიც გამოგვადგება, მაგრამ ძირითადად აივნისთვის არის. მე ვფიქრობ, რომ საბორდიურად იდეალური არის მაინც ნიადაგმფარავი ვარდები, ულამაზესი, უხვი ყვავილობა. კი, უხვი ყვავილობა აქვს ძალიან. თუმცა ეს ნიადაგმფარავები რატომღაც ესმით ხოლმე ადამიანებს, რომ მაინც და მაინც ნიადაგზე უნდა იწვეს, დააბლა და მცოცავი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. არის რამდენიმე ჯიში ასეთი, მაგრამ უმეტესობა არის მაინც აი ბურთი ასე ვთქვათ, რაც სიმაღლე აქვს, ის სიგანე აქვს, კი და ულამაზესია. გადაპენტილია მთლიანად ყვავილობით. და ნინო, ეს ნიადაგფარავები უკვე ფერებშიც საკმაოდ ბევრი ჯიში გვაქვს უკვე, კი. მე მარტო თეთრი ვიცი, ვარდისფერი და სტაფილოსფერი. არა, მე გითხარით რომ ყვითელიც არის, ნუ ბევრნაირია, უკვე ძალიან ბევრი ნიადაგფარავი შემოვიდა, კი და ძალიან ლამაზია ნიადაგფარავი. მორწყვა ვარ ძალიან. შვებთ შეცდომებს. კი, უყვარს წყალი, სულ მაგას ვამბობ, უყვარს წყალი, მაგრამ უნდა გქონდეს დრენაჟი. წყალი არ უნდა უდგებოდეს ვარდს ძირში. არაფრით. უნდა აუცილებლად ახდენდეს ამის გაწოვას. ეს ძალიან აზიანებს ვარდს.
არაფრით არ შეიძლება, არ უნდა გუგდებოდეს. კლასიფიკაციას დინო თუ ყველა კლასიფიკაცია, ვარც არ უყვარს დაგუბებული წყალი. უნდა კონდეს დრენაჟი. ამიტომ სულ მაგას ვიძახი. სადაც არის თიხიანი ნიადაგი, სადაც არის მძიმე ნიადაგი, აუცილებლად უნდა გაუკეთონ დრენაჟი ქვეშ და ისე უნდა დარგონ ვარდი. ანუ ქვიშნარი უნდა გაუკეთონ ქვემოთ და მერე უნდა ჩარგონ, შეიძლება ქვაც ჩაყარონ, ორმოს რო ამოიღებენ, ჩარგვის წინ შეიძლება რომ ქვაც ჩაიყაროს, მომცრო ზომის ქვები, მე არ მაქვს ახლა დიდ ქვებზე ლაპარაკი, ან ქვიშა შეურიონ ნიადაგში, ქვიშა შეურიონ და დარგონ ქვიშასთან ერთად. ეს ნიადაგფარავები კიდევ გვაქვს? შემდეგ გვაქვს უკვე სპრეი ვარდები, სპრეი არის ერთ ღერზე სასწაულად უხვად მოყვავილე, აი ძალიან ბევრი. პატარა ზომის არის. პატარა წვრილი ზომის ყვავილები აქვს. აი ხა შემოვიდა ესენი ჰოლანდიდან შემოდის და სათაიგულად იყიდება, ძალიან ბევრი ფერებია. სასწაულია მართლა. ერთ ღერზე შეიძლება კონდეს 50 და მეტი ყვავილი, კი. ეს სპრეი ვარდებით გადის დაახლოებით ასეთ სიმაღლეში, ანუ საბორდიურად გამოიყენება სპრეი ვარდებით. ამის შემდეგ მოდის ბუჩქოვანი ვარდები, მე უკვე ბუჩქებზე გადავდივართ. ბუჩქოვანი ვარდები უკვე ჩემთვის არის რამდენიმე ტიპის და ხასიათის, ჩაის ჰიბრიდებია, ფლორიბუნდებია. ფლორიბუნდები არის მოკლე საყვავილე ღერით და ძალიან უხვი ყვავილობით, სასწაული ყვავილობა აქვს აი ამ ფლორიბუნდებსაც, ულამაზესებია. ჩაის ჰიბრიდები არის კლასიკური ბუტონით, საყვავილე კოკრით, უფრო სწორად, ულამაზესია ეს ჩაის ჰიბრიდები და რატომ მომწონს? ყველაზე მეტად გამძლეებია. წვიმის, ქარის და იმდენი ხანი ყვავის თვითონ დიდხანს ყვავის ძალიან თუ ხელით არ მოაცალეთ ყვავილი შეიძლება კი ზედვე გათეთრდება კი ზედვე გათეთრდება კი ასე ჩაის ჰიბრიდები არის ეს კატეგორია უბრალოდ რატომღაც არსებენ ამ ვარდებს პატივს იმიტომ რომ თითო ღერზე ძალიან ხშირად იკეთებს თითო ყვავილს თუმცა გვაქვს უხად მოყვავილე ჩაის ჰიბრიდებიც აი რომელიც შეიძლება გადაპენტელი იყოს მთლიანი ბუჩქი და გავდეს ფლორიბუნდას ასე ვთქვათ ვერც კი გავარჩიოთ ეს ფოთლებს შორის სხვაობა არის, ხო? ნინო ამ სცენარების. აი, გადაიყვავილა, როგორ გამოვიცნობ ეს ვარდი? რო გადაიყვავილებს, ცოტა რთული არის ამის გამო. კი, ცოტა რთული არის ამისი გამოცნობა. შეწამლას რა შეეხება? შეწამლა ჭირდება, თუმცა ახალი ჯიშები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი საერთოდ არ ავადდება. თუ გვერდით არ აქვს ისეთი ვარდი, რომელიც არის ავადობის მიმართ მიდრეკილი, კი, შეიძლება საერთოდ არც კი დაჭირდეს შეწამლა. კი, ასეთი ჯიშები ძალიან ბევრი შემოვიდა. აუცილებლად ნაცარზე, აი განსაკუთრებით ნაცარი გვიტევს ხოლმე, წვიმების სეზონი როცა არის, აი ამ დროს. წვიმები გვაქვს, ხო? კი, ყველა მე ვარ და დატანჯული ვართ, იმიტომ რომ გვინდა რომ ლამაზი ვარდი გქონდეს, ლამაზი ყვავილობა გქონდეს და ამიტომ სულ ჭირდება ყურადღება, სულ ჭირდება რომც არ დაავადეს პროფილაქტიკური წამლობა. და რა შეიძლება მეზობლობას, რომელ ყვავილთან მეზობლობს კარგად ვარდი? თითქმის ყველაფერთან. არ აქვს პრობლემა. არ აქვს პრობლემა, იმდენად აი რამდენადაც ლამაზია და მართლა დედოფალია, იმდენად გულუხვია ამითაც ვარდი, რომ ძალიან კარგი მეზობელია, ძალიან კარგი მეზობელი. ეკლები ყველა სახასიათეს? არა. გვაქვს უეკლო ვარდებიც. ნაკლებად, მაგრამ გვაქვს უეკლო ვარდებიც. მეგონი რაღაც ლეგენდაც არსებობს ამ ekლებთან დაკავშირებით. ხო, თავი ვარდი ეკლის გარეშე იყო. კი, თურმე 60-ში ადამი და ევა როცა იყვნენ, იქაც ხო იყო ეს ვარდები, ყოფილან უეკლო და მე ეს განდევნა რომ მოხდა 60-დან ეს ვარდებიც ხო ასე 60-ის გარეშე დარჩნენ, მე გაიკეთეს თურმე თავდაცვის მიზნით ეს ტკივილთან არის დაკავშირებული. და სიმღერებიც ბევრი გვაქვს ჩვენ საქართველოში ვარდი უეკლო კი ბატონო, ნამდვილად. არ არის. ამ ბუჩქოვნების შემდეგ რა მოდის ნინო? ბუჩქოვნების შემდეგ მოდის შრაბები. აი რა არის ეს შრაბი არის მაღალტანიანი ბუჩქი. აი რამდენია მაღალტანი? ეს არის, აი გეტყვით, მეტრა 80, 2 მეტრო, 2 მეტრო ნახევარი. დიახ. და ხვიარა არ არის ბუჩქი. არ არის ხვიარა, თუმცა აი ოსტინს აქვს ძირითადად ეს ოსტინი არის ჩემი უსაყვარლესი სელექციონერი. გიჟდები, სასწაული ვარდები აქვს შექმნილი, ზღაპრული ვარდები აქვს შექმნილი და სურნელი აქვს ისეთი, რომ აი არ ვიცი, ბაღში რო შედიხართ პირველ რიგში გცემთ აი ამ ოსტინის ვარდების სურნელი. კი, უმეტესობას არ აქვს. ჩაის ჰიბრიდების უმეტესობას არ აქვს, კი, და აი ეს ოსტინის ვარდები არის სასწაული თან ძალიან განსხვავებული, ძალიან ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია სურნელით. და ოსტინის ვარდების უმეტესობა არის შრაბები. ანუ აი ესეთი სიმაღლის შრაბებია. თუმცა უმეტესობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავუშვათ ხვიარად. თავისუფლად არის ჩვენს კლიმატში ასეა.
ხვიარად მიდის? მიდის ხვიარად 2 მეტრო ნახევარი 3 მეტრომდეც. ანუ თაღებისთვის თაღებისთვისაც კი. აი დაბალი თაღებისთვის იდეალურია. თუმცა მაღალი თაღებისაც ადის რამდენიმე ჯიში მაქვს მე ასეთი, რომელიც ადის მშვენივრად. აი ნინო, ეხლა ნახეთ ეს კლასიფიკაცია რატოა საინტერესო, რომ ამის მიხედვით მე მოვახდინო ჩარგვები. აუცილებლად. იმ კომპოზიციაში რომ მოვაქციო. ზუსტად. ყველას ხო თავისი ის აქვს, სიგანე, სიმაღლე აქვს და ამიტომ მჭირდება მე ეს კლასიფიკაცია რომ ვიცოდე. აი ეს შრაბები არა მარტო სიმაღლეში, სიგანეშიც კარგად გადის. ასე ვთქვათ, აი 1.80 ხომ აქვს 2 მეტრომდე 2 მეტრა ნახევარი ზოგს სიმაღლე. სიგანეშიც ძალიან კარგად გადიან. და ასე რომ უნდა გაითვალისწინოთ, კი, ადგილი ამისთვის ყოველთვის უნდა ჩაის ჰიბრიდებს არ აქვს ამის პრობლემა, უფრო ასხლეტილ ვარდებს ვეძახია ამას, რაღაც სიმაღლეში მიდის უფრო, მაგრამ ეს შრაბები სიგანეშიც კარგად გადის. ნინო დაგჭა ხვიარები, კი, ჩემი საყვარელი თაღის ვარდები. ხო, აი აქაც გვაქვს კლაიმბერები, კი, თაღებზე, ღობებზე, სვეტებზე, ნუ 1000-ნაირ ფორმას აძლევენ, ზოგს მოწონთეს მკაცრად გაკრეჭილი, 4 კუთხედ სვეტებს აკეთებენ, ეხლა თანამედროვე ბაღებში ძირითადად ასე არის და ძალიან მოკლედ სხლავენ ტოტებს. და ძალიან მომწონს, აი ფაქტიურად დაბლიდან მაღლამდე მთელი სვეტი ყვავის. და ძალიან მომწონს ესეთი გასხლის პრინციპი, თუმცა ყველა ჯიში არ გვაძლევს ამის საშუალებას. დაგჭირდება დინო. ვარდების თაღი გვინდა, ხო? ვარდების თაღს სჭირდება 2, იქეთ აქედან აუცილებლად რომ ერთმანეთში გადავიდეს. კი, ზემოთ რომ გადავიდეს. ეს იბლმება მე მაგაზე, ხო? უნდა დაებას, აუცილებლად უნდა დაებას, კი. და უხვი ყვავილობით რომელი გამოირჩევა აი თაღისთვის რომ უხვი ყვავილობით აი ძალიან ბევრი გვაქვს უხვად მოყვავილე, მაგრამ ჩემთვის ფავორიტი არის ედენი. ხვიარა ედენი გვაქვს რამდენიმე ფერის და ჩემი უსაყვარლესი არის ხვიარებში უხვად ყვავის განმეორებითაც. აი ამიტომ ამას ვაქცევ ხოლმე დიდ ყურადღებას და ყველაზე მეტად რასაც ვაქცევ პირადად ყურადღებას ეს არის ყვავილის გამძლეობა. თვითონ რომ არაზიანებდეს ადვილად წვიმა, არაზიანებდეს ქარი და დიდხანს კონდეს, დიდხანს რჩებოდეს ზეთ. აი ასეთი არის ზუსტად ედენი. და მე პირადად 4 ფერის ედენი მაქვს და 4-ვე ულამაზესი ერთმანეთსგან განსხვავებულია და ყველა არის ერთნაირად მდგრადი. ნინო, აი საინტერესოა, როდესაც დავუშვათ მივდივარ დასასვენებლად და გვიწევს ვარდების დატოვება, თუნდაც 2 კვირით, ხო? დიახ. რა უნდა გავაკეთოთ, ანუ მორწყვის თვალსაზრისით თუნდაც ან ვერავის ვერ უტოვებთ, ხო? რომ აი ყვავილი დაგხვდეს ისევ აყვავებული, ლამაზი, მშვენიერი, როგორიც დავტოვებ. კი ბატონო. და არა მოწყენილი. გასაგებია. ნუ ვარდი აუცილებლად მოიწყენს, გეტყვით, კი. არა, თუმცა გაძლევს, ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს სიცოცხლეს დაუზიანებს. 2 კვირა არაფერს არ ნიშნავს. აი ერთი თვე ძალიან ცოდვა, უკე კი, ძალიან ბევრია. ნუ პატრონოთ არ უნდა დავტოვოთ. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები მაგის საშუალებას გვაძლევთ, რომ გავაკეთოთ წვეთოვანი, რომელიც იმართება თუნდაც სადაც იქნებით თქვენ იქიდან. ტელეფონით, კი ბატონო, ასე რომ ეს პრობლემაც მოგვარებადია. ან ძირითადად მორწყვის პრობლემა ექნება, კი ბატონო, მაგ დროს. ზაფხულში როცა დავტოვებთ. ყოველდღე უნდა მორწყვა. ყოველდღე არ უნდა. 3 დღეში როცა ძალიან ცხელა, 3 დღეში ერთხელ, კი ბატონო. კი. აი ნინო, ეხლა თქვენი გამოცდილებიდან, აი თაღოვანებზე როცა ვსაუბრობთ, აი სურო უხდება ამას, კლემატისი უხდება, თუ რა ხვიარა ძალიან უხდება კლემატისი. ძალიან უხდება. ეს მარადმწვანე კლემატისი. მარადმწვანეც უხდება და ჩვეულებრივი ეს მოყვავილე სხვადასხვა ფერის კლემატისები ერთად ქმნიან არაჩვეულებრივ კონტრასტს. აი მე ძალიან მომწონს. ხო, ეხლა უცებ რო წარმოვიდგინე ზამთარში მარტო თაღი რო არ ქონდეს, რაღაცა მცენარე რო იყოს. კი. ანუ ასეთ შემთხვევაში კლემატისიც ისეთი მცენარეა, რომ ფოთოლს ყრის და შეშველი რჩება. თუმცა არსებობს მარადმწვანე ჯიშებიც, კი, არსებობს მარადმწვანე ჯიშები. როგორ არის? ეხლა მე რაც გამომიყენებია, ხო, სუროს თითქოს და ჩაგრავს ეს ვარდი. სუროსთან სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მაქვს ესეთი პრაქტიკული შეხება, რომ გითხრათ, ვერ გეტყვით. თუმცა სუროებით სხვადასხვა ჯიშები არის და შეიძლება შეარჩიოთ. კი. შეიძლება ლამაზია, რომ შეიძლება თავისი აი ამ სილამაზით
კიდე არ გინდა დაჩაგროს სხვა სცენარი, ძალიან იქცევს ყურადღებას. კი ბატონო, ნამდვილად. ყურადღებას. თუმცა ახლა კლემატისი სწორად აღნიშნეთ, იმდენად ლამაზია კლემატისის და იმდენად ლამაზი ფორმები და ფერები აქვს, რომ თითქოს რაღაცა ერთ სტილში გადის, თანაბდებიან, კი ბატონო, თანაბდებიან. ერთდროულად აქვთ, ნინო? ერთდროულად აქვთ, კი ბატონო. აი, აღნიშნეთ და რა დროს ყვავის ვარდი და რამდენი? ვარდი, ნუ ახლა საქართველოს მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ადგილი გვაქვს ისეთი, სადაც გვიან იწყებს, სადაც ადრე იწყებს, ანუ სხვადასხვა ზონაში ვართ, ამიტომ ძირითადად მიიჩნევა, რომ ვარდობის თვე არის მაისი-ივნისი. მაისი-ივნისი. ივნისი. საკმაო ხანს გრძელდება. მაისი-ივნისი, კი ბატონო, კი. ეხლა ეს ამდენმა წვიმებმა ალბათ თავისი კვალი დატოვეს, ხო, ამ სცენარებზე ვარდებს. აი, წვიმა რამდენადაც სასარგებლოა, იმდენად პრობლემებს ქმნის დაავადებებს და საზიანოა კი ნაცარზე, ძირითადად ნაცარს შავლაქიანობას აჩენს, ნაცარს აჩენს და გვიწევს ბრძოლა ამასთან. მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი გვავიწყდება, როცა ყვავილობას იწყებს, სასწაული ხდება ყველას ბაღში. ყველას ბაღში და ნუ არ ვიცი, ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი პერიოდი, მე ესე ვთვლი, მაისი-ივნისი, როცა ტელეფონს ვერ წყდები, იმიტომ რომ იმდენ ვარდებს ნახულობ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ჯიშის ვარდი მაქვს, მაინც ისე ვუყურებ ყველას, თითქოს პირველად ვხედავ და ყველა მის წესებზე და რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, მით უმეტეს დამწყები მევარდეებისთვის ეს საინტერესოა, თუმცა აი რა დაუშვათ არის აკრძალვა ვარდის მოვლის პროცესში ამ ულამაზეს ყვავილთან მიმართებაში. ხო არის რაღაც, რაც არ შეიძლება? რაც არ შეიძლება. რაც არ შეიძლება პირველ რიგში ის არის, რომ არაფრით არ შეიძლება მიტოვება დიდი ხნით. ძალიან ხშირად აკეთებენ ასე, წაიღებენ აგარაკზე, დარგავენ და მე 2 თვის მერე ადიან. და ძალიან ცოდოა, ვარდი მართლა ძალიან ცოდოა არის. ვერ უძლებს მიტოვებას, საჭიროებს მუდმივად ყურადღებას, უნდა სულ მოფხვიერება, ნიადაგის გაფხვიერებას ითხოვს, სარეველების მოცილებას ითხოვს ყურადღებას, რომ დაავადება არ შეეპაროს და დაავადება მერე ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის, აღარ ყვავილობს. ანუ ეს არის გასათვალისწინებელი. ეს არის გასათვალისწინებელი. კვირაში ერთხელ მაინც უნდა ვნახოთ აუცილებლად. ეს არის მინიმალური პერიოდი, რომ კვირაში ერთხელ მაინც უნდა დახედოთ. ეს არ აქვს მნიშვნელობანი, ნო ეს საფხულია თუ ზამთარია? არა, ზამთარში არაფერს არ ითხოვს. უბრალოდ გვიან შემოდგომით. გვიან შემოდგომეს, რომ გავაკეთებთ კი, გავაკეთებთ სანიტარ კი გასხვლას და მოვაცილებთ იმ ზედმეტ და ერთი რაც ყველაზე მეტად კიდევ მნიშვნელოვანია და რაც მინდოდა მეთქვა. როცა ვერ ავდივართ ხშირად ზაფხულში განსაკუთრებით, ხო? ვერ ავდივართ ხშირად. შეიძლება მოვწყოთ კარგად და მე დავმულჩოთ. ანუ ხმელი ბალახი, ხმელი ფოთოლი, აი რაც გვაქვს მოციბული ბალახი, კი. აი ეს დავუყაროთ აუცილებლად გარშემო, რომ ტენიანობა შეუნარჩუნოს და აორთქლება აღარ იქნება. უცაბედი. იმიტომ რომ ზაფხულში 2 დღეში ფაქტიურად სულ ორთქლდება ის ჩვენი მორწყული და ცოდოა უბრალოდ მერე და წყლის გარეშე ძალიან კარგად უნარჩუნებს ტენიანობას. აი თუნდაც ახლა შემოვიდა დიზაინერები იყენებთ ამას. კი, ჯეოტექსტილით შეიძლება რაღაც ნაფოტი რომ არის, ფერადი ნაფოტის გამოყენება, ფერადი ქვიშის გამოყენება. ეს არის იდეალურია. ნინო, რა მაინტერესებს იცით? აი აღმოსავლეთ საქართველოში ახლა ვცხოვრობ და ვიცით, აქაურ პირობებში ძალიან კარგი არის ვარდი. აი მაღალმთიან რეგიონებში, აი ლენტეხი, მესტია, იგრაშვება. აი გეტყვით, მე პირადად მქონდა შეხება ყაზბეგთან და ძალიან ბევრი ჩემი ვარდი ხარობს ყაზბეგში. და აი რუსულ მეუბნებოდნენ და მიმტკიცებდნენ ამას, რომ ვარდი არ ხარობს ყაზბეგში, ვერ იგوارებს, ვერ ხარობს, კი ძალიან მოგწონს, ძალიან გვინდა. ვასწავლე და მივაჩვი ამას. აი ზუსტად ანალოგიურად. ვეუბნებოდი სულ რომ თქვენ არ გაქვთ ამის პრობლემა, ყველას აქვთ იქ თივა დააყარეთ. და დამალეთ ვარდი შეკვეცეთ. და თვითონ თივაში კი ბატონო და იყოს მთელი ზამთარი თივაში. კი ბატონო. ერთგვარი დამულჩვაც არის ეს და ყინვისგან დაცვა არის. იდეალური დაცვა. მე თოვლი სადაც საბანივით არის. საბანივით არის თოვლი. მან ძირითადად აშენებს ესეთ მაღალმთიან რეგიონებში, როცა არის მშრალი ყინვები. თოვლის გარეშე. თოვლი თუ არის, თოვლი ფაქტიურად თოვლი თვითონ აკეთებს. მე ადრიან გაზაფხულზე ალბათ იმასე. ადრიან გაზაფხულზე მოაცალეთ. ცოტა დრო დაგვრჩა და ელისო ზოგადად, როდესაც დამკვეთთან გაქვთ კომუნიკაცია, რამდენად დიდია დღეს ვარდებზე მოთხოვნა?
მოთხოვნა? მე შეიძლება ითქვას, რომ ეხლა ბოლო 2-3 წელია ვარდების გარდა სხვა მცენარეებისკენ გაიხედეს. იმიტომ დავსვი ეს კითხვა. ვიცი, ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენს დამკვეთებს ძირითადად ერთი მარადმწვანეებზე აქვთ ხოლმე აქცენტი და პლუს ვარდები. მარადმწვანეები და ვარდები, და ეხლა ვარდები მეც მიყვარს, როგორ არ მიყვარს განსაკუთრებულად ეს ნიადაგფარავებზე, თავის ლავანდასთან და როზმარინთან ერთად საოცრებას აკეთებს, მაგრამ რატომაც არა, ხო მრავალფეროვანია, ძალიან ბევრი, აი თვითონ ნინოსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სხვა ვარდებიდან გამომდინარე. ეხლა ხან ვიყავით ჩვენ შეკრებაზე ზამბახების მოყვარულეები და შეიძლება ხო ნინო ვარდების გარდა სხვა მცენარეებიც გქონდეს ჩვენ სეზონში. კი ბატონო. ყველას ხო თავისი სეზონია. როგორც თქვენ თქვით, ანუ ვარდი ძალიან კარგი მეზობელია. არაჩვეულებრივი მეზობელია. თითქმის ყველაფერთან. ეხლა მე უბრალოდ ვერ ვიხსენებ მცენარეს, რომელიც ვარდთან ვერ მეგობრობს. კონტრასტში ვარ. კი, ყველასთან კარგად მეგობრობს. ეხლა რა გამახსენდა ნინო, აი ძალიან მახსოვს აი ბავშვობაში, აი აფხაზეთში ძალიან მოდაში იყო ასე თქვა ბარხატნის ძახნა შავი ვარდები. რა ეს მართლა შავი არის? მართლა შავი ვარდი არ არსებობს. არ არსებობს. ბუნებაში შავი ფერის ვარდი არ არსებობს. გამოყავთ ეს. აი ეს არის მუქი ფერის, მუქი წითელი ფერის, რომელსაც ეძახიან ზუსტად აი ამ ხავერდოვან ბარხატნი ვარდს ეძახიან. ძალიან მუქი წითელი. ძალიან მუქი წითელი. ანუ სიშავისკენ მიდის, მაგრამ დღემდე არ არსებობს შავი ვარდი. ანუ რასაც ქვია შავი ვარდი, არ არსებობს. უბრალოდ არის იმდენად მუქი, რომ ლამაზია, ხო ესეც ასე კლასიფიკაციით იყოფანინო ჩაისიბრიდია. ეს არის ჩაისიბრიდი, ასაჭრელი. კი ბატონო, ეს ხავერდოვანი ვარდები არის ჩაისიბრიდები, ასაჭრელი, რომელსაც აიგულებში გამოიყენებენ ძირითადად. კი ბატონო, და აი რაც შეეხება სამედიცინო დანიშნულებას, ვარდის ფურცლები გამოიყენება თუ არა, ანუ არ ვიცი ვარდის წვენი კი, იხარშება. კი ბატონო, სუნამოებში გამოიყენება. ძალიან ბევრი დანიშნულება აქვს მურაბები, თუმცა მე არ მიყვარს ვარდის მურაბა, მაგრამ მზადდება იდეალური. ანუ ისეთი ყვავილია, რომელსაც აქვს გამოიყენება მრავალფუნქციური. ზუსტად, ძალიან ბევრ ამაში გამოვიყენებთ, კი ბატონო. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. რამე სხვა არ დაამატებდით, ნინო, რომ აი ჩვენს შეკითხვაში არც დაიბადა, იმიტომ რომ არ მაქვს მე ახლა ვარდებთან დიდი გამოცდილება. აი ისეთი რაღაცა ხრიკი ხო არ გაგვიბრძელდით რა ეს. რა ვიცი, ახლა უცებ ისეთი არაფერი არ მახსენდება, მაგრამ ყველას ვურჩევ რომ ვარდი აუცილებლად უნდა კონდეს ბაღში. ეს ისეთი მცენარეა. კომპოზიცია ხდება კიდევ ხო? აი ქვებთან არის ძალიან ლამაზია. იყვარსნინო ქვების კომპოზიციები რაღაცა აი ვარდები უხდება. არაჩვეულებრივია მართლა. ვარდის გარეშე მე ბაღი ვერ წარმომიდგენია, სიმართლე რო გითხრათ, რაც არ უნდა. დედოფალია და რა თქმა უნდა იყოს. მოვლა ჭირდება, მაგრამ სულ გავიწყდება, კი, ნამდვილად ღირს. სულ გავიწყდება, როცა ყვავილობას იწყებს, ის მანამდე გაკეთებული შესრულებული მძიმე სამუშაოები გავიწყდება. დენად მომხიბლელია, კი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებებს ჩვენი სტუმარი იყო. ქალბატონი ნინო გვარი შემახსენებელი მოგაცრავა. ანუ მოყვარული მებაღე, კოლექციონერი და ჩვენ ვისაუბრებთ ვარდებზე. მადლობა სცენარების დედოფალზე. მაინც დედოფლად რჩება. ნამდვილად. შემდეგ 4 შაბათს კვლავ დაგიბრუნდებით საინტერესო თემით. რადიო მედიის სტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. დროებით.